მე რა მაინტერესებს იცით? აი ახლა პოლიციელებს მინდა მოგმართოთ. აი ამ ხალხს ვემორჩილებით და ქართული ოცნებით, ეგრეთ წოდებული უსულ ოცნებას მოკლედ ვემორჩილებით რა. აი რა მაინტერესებს, ძალიან მაინტერესებს მართლა რომ ვერ გამიგია უბრალოდ. ბიჭო, კარგი გასაგებია რომ ის ბაგრატიონები ყავდა 1000 წელი საქართველოში, დინასტია და ბაგრატიონების დინასტია იყო სულ და ბაგრატიონები იყვნენ გასაგებია რომ მათ ჰქონდათ რაღაც ისო ქრისტეს ნათესავები იყვნენ, ესეთი იდეოლოგია ჰქონდათ მოკლედ და უამრავი ბაგრატიონი მეფე იყო, რომელიც მართლა სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანი იყო. ეს გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ აი ეს ხო, აი ეს ტიპები ქართული ოცნება, რომლებიც მართლა ცალ-ცალი კალოში ეცვათ და ყველაფერი ქონდათ დაყადაღებული. იქ არაფერი არ გააჩნდათ, აი ღარიბაშვილი ლაპარაკობს შეძლებული ოჯახიდან, რა შეძლებული ოჯახიდან, მაგის მამას 300 ლარად მუშაობდა, მიშას დროს რწმუნებული იყო იქ ხორნაბუჯი თუ რაღაც სოფელში. ხო და 300 ლარიც არ ქონდა კონი ხელფას ხელზე ასაღები. ხო და ესეთი ტიპები, ანუ ღარიბაშვილის გავსები, მართლა ცალ-ცალი კალოშით მოსულები რა, რაც წაქვია, წამოგასცნენ თავზე მთელ საქართველოს. მათ შორის პოლიციას. თქვენ გამოდიხართ დღე და ღამე აქ დადიხართ რაღაც კაპიკებზე, მართლა კაპიკებზე, აი ბავშვს რო წახვიდეთ ხანდა-ხანდა რაღაცა შოკოლადი რო უყიდოთ, ხო, მაგის ფული არ აგაქვთ, ხო. და ტიპებმა ოქროში ბანაობენ ტიპები რა. ეს ახლა აი თქვენ პოლიციელებმა ვინც იცით, ხო? აი გავარკვიეთ რომ 3-4 კაცი იყო კორუმპირებული. ძალიან ყველა კორუმპირებულია. აგე იურისტი დაიჭირეს რკინიგზის იმაში რა ქვია, რკინიგზაში და რაღაც რამდენიმე მილიონი დოლარის ოქრო აღმოაჩნდა თუ რაღაცა. ხო და ბიჭო, ეს რაზე მიუთითებს, იცი ეს იმაზე მიუთითებს რომ დაქცინიან გესმით, ეს ხალხი, ეს ეგრეთ წოდებული ქართული რუსული ოცნების წარმომადგენლები, თითოეული პოლიცია, თითოეული სპეციალისტი დაქცინიან თქვენ, მასხარად დგდებენ, დარწმუნებული ვარო თქვენ ზურგს უკან, რეებს ლაპარაკობენ თქვენზე, ერთი იცოდეთ რა. ეს აი მასხარად რო გიგდებენ ეს ადამიანები, ამათ იცავთ თქვენ რაღაცა კაპიკების გამო რა. და რეალურად ადამიანები, რომლებიც თქვენი შვილების მომავალს, თქვენი მომავალს იცავენ, ბიჭო, იმ ადამიანებს ებრძვით და რაღაც პირბადის არების გამო აკავებთ და რაღაცა, ბიჭო. აი ესე თუ დაგემართებ, აი საქართველოში ესე თუ დაემართებოდა ქართველ ადამიანს, მე ამაზე ვერ წარმოვიდგენდი ვერასოდეს რა, მილიონი წელო მეფიქრა რა.